ქავტასალმე დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოდით დავიწყოთ იმით, როგორ ჩაიარა თქვენმა ვიზიტმა, ინაუგურაციას დაესწრით, მაგრამ გქონდათ შანსი რომ შეხვედროდით ტრამპის ადმინისტრაციის წევრებსაც, მცირეხნიანი, თუმცა მაინც შანსი. რა იყო თქვენი მთავარი მესიჯი და გზავნილი მათ? პრაქტიკულად ყველა კაბინეტის ახალ მინისტრებს შევხვდი, ძალიან ცოტა ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ ეს იყო იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო, ვთქვათ, გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, მაგრამ მაინც იმის საშუალება მქონდა რომ მეთქვა რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს ის რაც ხდება საქართველოში, რამდენად საგანგაშო იმ რეგიონში, რომელიც არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, თუ არა მთავარი პრიორიტეტი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ იქვე არის შავი ზღვა, იქვე არის სტრატეგიული ახალი პროექტები და ამდენად და ის ქვეყანა, რომელიც 30 წლის მანძილზე იქნა ამერიკისთვის მისი დახმარების ერთ-ერთი ობიექტი საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც per capita, ანუ თითო ადამიანზე მიიღო ყველაზე დიდი დახმარება პრაქტიკულად ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს და საჭირო არის და ეს იყო ჩემი გზავნილი, საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს დღეს საქართველოში, ერთის მხრივ რეპრესიები, რომელიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმი არის და მიყვება რუსეთის მოდელს და არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე რაღაცა მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც ალბათ უნდა ძალიან სერიოზულად აინტერესებს და აღშფოთებდეს ამერიკას. ვაშინგტონში ვიზიტამდე თქვენ ევროკავშირში იყავით, ევროპარლამენტში იყავით, ევროპაში გქონდათ ვიზიტები, ასევე თქვენ პარიზში იყავით, შეხვდით მაშინ იქ მაკრონსა და ტრამპს. სწორად მესმის თუ რა თქვენი მთავარი მიმართულება, ასე ვთქვათ, ეხლა არის საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა და თუ ეს ასია, ცოტა მეტი გითხარით, აი რა მიმართულებით მუშაობთ? თავარი არის რომ საქართველოს იზოლაცია არის ჩვენი ამ დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ რომ საქართველოს დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის რისთვისაც რაც საქართველოს მოსახლეობას რეალურად ოცნება იყო ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდებლობის შემდგომ და ამდენად ჩემი როლი როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ხვალინდელ ჩვენ ეკონომიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენ ყველა პარტნიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ უფრო კიდევ დაეხმარონ საქართველოს. ქართული ოცნების ლიდერები არ მალავენ, რომ იმედი ჰქონდათ, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა, საქართველოს დადმი პოლიტიკა შეიცვლებოდა. თქვენ პირადად გქონდათ შანსი, რომ ინაუგურაციას დასწრებოდით და მისი კაბინეტის წევრებს გასაუბრებოდით. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ტრამპის ადმინისტრაციისგან და რა იქნებოდა თქვენი სასურველი პოლიტიკა ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი? ჩემი მიზანი აქ არ იყო რამესი გადალაგება. და არ ვთვლი რომ საჭირო იყოს გადალაგება, ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის რაც იყო 30 წლიანი პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობისგან, ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი ამ რეგიონის, ასე ვთქვათ და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი
ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის. და ბოლო კითხვა, რა კონკრეტული გეგმით ბრუნდებით საქართველოში თქვენი სამოვალო გეგმების შესახებ გითხრათ? გეგმებზე არასოდეს არ პასუხობ, იმიტომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცავს. გეგმა არის, რომ არჩევნები შედგეს, ეს არის ყველასი მოთხოვნა. ჩვენ მუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე, თუ კი იმის მოხდება, როგორც ვამბობდი ახლა, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ სხვა გზა არ ექნება. თუ არა თვითონ ჩამოიშლება და ყოველ შემთხვევაში ორივე მხრივ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში პარტიების მოვალეობა, უფრო ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი, ასე ვთქვათ, და მომავალი სტაბილურობის ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.